ამ აქციაზე ვაჩვენებთ ხალხის სიმრავლე იმისთვის, რომ ამ პოზიციის ლეგიტიმურობა გავაფორმოთ ოფიციალურად, იმ გაგებით, რომ აი ბევრი არის შეწუხებული ვაჩვენებთ ამ ხალხის ძალა, ვაჩვენებთ ამ ხალხის რისხვა და პრინციპულობა და ვაჩვენებთ, რომ ძალიან ბევრი ამ პოზიციაზე და ამ პოზიციის იგნორი შეუძლებელი იქნება ერთის მხრივ ხელისუფლებისთვის ეს სიგნალი იყოს და მეორეს მხრივ ეს სიგნალი უნდა გაუშვათ საზოგადოების იმ ნაწილისთვის, რომელიც ახლა შეიძლება ჩვენსაზე იყოს უფრო უიმედოდ და აქედან გამომდინარე ნაკლებად აქტიური იყოს. თუ დაინახავს ადამიანი, რომ ქუჩაში გამოვიდა 100,000 კაცი, ეს არის უკვე მოცემულობა, სადაც ჩვეულებრივი შედარებით უიმედოდ ყოფი, მაგრამ პატიოსანი ამ აზრზე, ამ პოზიციის მქონე ადამიანი იფიქრებს, რომ იმდენი გაბრაზდა უკვე, იმდენი მობილიზდა და იმდენი გამოხატავს რისხვას, რომ მეც რო გავიდე და გარშემო ჩემიანები დავარწმუნო და 200-300,000 გავხდეთ, ეს სრულიად შესაძლებელი ყოფილა და შეგვძლებია ქონია შანსი ცვლილების. ამიტომ ეხლა ამ აქციის მთავარი ფუნქცია არის ჩვენ მივცეთ რიხი, იმედი და ბრძოლის ეფექტურობის რწმენა დანარჩენ ნაწილ საზოგადოების. ამიტომ სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ეხლა გამოვიდეს ბევრი ადამიანი. უცილობლად თუ არ დავიზარებ, თუ იქნებით ბრძოლის რეჟიმში ჩამდგარები ორგანიზებული ბევრი, უცილობლად ამაზეც უკან დავახევინებთ. როგორც LGBT პროპაგანდის წინააღმდეგ მოხერხდა ხალხის მობილიზება, ამას დაჭირდა დრო და საბოლოო ჯამში უკან დავახევინებთ, ისევე ამას. თავარი რაც გასაკეთებელი ნებისმიერ თქვენგანისგან გარშემო ვინც გეგულება წამოიყვანეთ აქციაზე. შეეცადეთ დაარწმუნოთ გარშემო, თუნდაც ერთი ადამიანიც რომ მოახერხოთ, ერთი ადამიანით მეტიც უკვე დრამატულად გაიზრდება შედეგები. ვინც კი გეგულებათ, ოჯახის წევრები, ბავშვები წამოიყვანეთ, ეს იქნება სრულიად მშვიდობიანი აქცია. თუ ვინმეს ეხება ეს საქმე, ეხება მომავალ თაობას. მომავალ თაობის კეთილდღეობის და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად ვიბრძვით ახლა ჩვენ. ამიტომ წამოიყვანეთ ბავშვები, წამოიყვანეთ ოჯახის წევრები, მეგობრები, ახლობლები, რამდენ ადამიანსაც თითოეული თქვენგან ახლა თანაორგანიზატორის რანგში მოახერხებს და მოიყვანს ამ აქციაზე, იმდენ აგურს დადებს ჩვენი ქვეყნის ეროვნული უსაფრთხოების უზრუნველყოფაში. ამიტომ გთხოვთ მაქსიმალურ მობილიზებას, აი ზეგ 7 დეკემბრისთვის 4 საათზე გააგებინეთ რაც შეიძლება მეტ ადამიანს თქვენს გარშემო. ხელისუფლება ყოველთვის რეაგირებს ხალხის სიმრავლეზე. აქცია რო იგეგმება, ხელისუფლების პროპაგანდა, სამთავრობო მედია ყოველთვის ცდილობს ამ აქციის სიმრავლე, ამ აქციის მასშტაბი დააფიქსიროს, აი ყოველთვის დაფრინავს იმედის ან რა ვიცი, სუსის დრონი, რომელიც ეს სათითაოდ თავებს ითვლის. თუ ცოტა ხალხი გამოვიდა, მე როგორც ჩვევიათ ხოლმე დადებენ ხოლმე რაღაც თავის გვერდებზე, რომ აი ამ ცოტა ხალხი გამოვიდა. ესე იგი ცოტა ხალხს აწუხებს და მაგას შემთხვევით არ აკეთებენ. მაგას იმიტომ აკეთებენ, რომ მაგას მნიშვნელობა აქვს, კაცო. ხალხს რაღაცა აწუხებს, თუ არ აწუხებს. ვისაც აწუხებს, ისინი რამდენი არიან. ეგრეც ხდება, როგორც არჩევნებში ვინ უფრო მეტ ხმას მიიღებს, ის იგებს. აქაც იგივე ლოგიკა და იგივე პრინციპი მუშაობს. ამიტომ 7 დეკემბერს 4 საათზე განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, რომ ჩვენ ვიყოთ აი რასაც ვქვია თავების დათვლით კუთხით ძალიან ბევრი სხვა ხალხი უნდა ვიყოთ, როგორც შოთამ აღნიშნა. მეც დავამატებ, ესა იქნება ცალსახად მშვიდობიანი, მკაფიოდ მშვიდობიანი მიტინგი. ჩვენ წინასწარ როგორც ამ ღონისძიების ორგანიზატორები მათ შორის სპეციალურ ჩვენს რიგებში სპეციალურ ჯგუფებს ვაორგანიზებთ, რომლებიც იქ დააკვირდებიან, რომ რაღაც ზედმეტი იოტის ოდენა ექსესიც რო არ მოხდეს, ანუ ჩვენ ყველაფერს წინასწარ თვლით და ვგეგმავთ, ამიტომ ეს ისეთი აქცია, სადაც ადამიანს შეუძლია მცირეწლოვანი რაღაც მცირეწლოვან ბავშვთანაც ერთად მოვიდეს. იმიტომ რომ ეს იქნება მხოლოდ და მხოლოდ საინფორმაციო ხასიათის პირველი აქცია ამ საკითხთან დაკავშირებით. ამიტომ 7 დეკემბრისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ბევრი ადამიანი მოვიდეთ. ამიტომ ეხლა ვინც გვიყურებთ, თქვენს გარშემო დაორგანიზეთ ოჯახის წევრები, ახლობლები, მეგობრები, ნათესავები, უბნელები, ყველას უთხარით.
ყველანი მოვიყვანოთ 7 დეკემბერს. სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია ჩვენი სიმრავლით კაფიო მესიჯი გაუგზავნოთ ხელისუფლებას.